მოგესალმებით, მე ვარ სალომე მიქადე, ვსწავლობ წარმოების მენეჯმენტს რძის მრეწველობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რენეს უნივერსიტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი პროგრამის ფარგლებში. ასევე Erasmus Plus-ის მხარდაჭერით საშუალება მომეცა 4 თვის განმავლობაში სტაჟირება გამევლო საფრანგეთში, კერძოდ ლაღოს სუღ-ფოღონში მდებარე ენილბიში. ამ დროის განმავლობაში შევისწავლე ფრანგული ყველის წარმოების ტექნოლოგია, კერძოდ Tom de Savoie-ი. ჩემი როლი და მიზანი იყო შემექმნა ახალი სახეობის ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა როგორც მწარმოებლის, ასევე მომხმარებლის ინტერესებს. ამ სტაჟირების დროს შეძლო შემისწავლა თითოეული პარამეტრისა და პროცესის მნიშვნელობა, რომელიც გავლენას ახდენს ყველის ხარისხზე. თქმა უნდა, ამ პროექტის განხორციელებისათვის მეხმარებოდნენ ფრანგი კვალიფიცირებული ტექნოლოგები. 4 თვის დაუღალავი შრომის შედეგად კი შეიქმნა ახალი ტექნოლოგია ახალი სახეობის ყველისათვის. გამოცდილებამ საშუალება მომცა გამაერთიანებინა ჩემი უნარები და გამოცდილება რძისა და რძის პროდუქტების წარმოების შესახებ. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რენეს უნივერსიტეტსა და ენილბიში მომუშავე პირებს, რათა მომცეს საშუალება გამეხმარებინათ ჩემი პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. ასევე მადლობას ვუხდი Erasmus Plus-ის პროგრამას ამ დაუვიწყარი შესაძლებლობისათვის.